იემენელი ჰუსიტების თქმით, დაიღუპა 31 მშვიდობიანი მოქალაქე, ათეულობით კი დაიჭრა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანები დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ავიაიერიში მიიტანეს. თავდასხმების სამიზნე ძირითადად იემენის დედაქალაქი სანა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი საადა იყო. მაიკლ უოლცმა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კვირას განაცხადა, რომ მათი მიზანი ჰუსიტების რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაცია იყო. ეს იყო პასუხი, რომელიც მიზნად ისახავდა ჰუსიტების რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაციას. აქ განსხვავება ისაა, რომ ერთი მხრივ ჰუსიტების ხელმძღვანელობას უტევთ, მეორე მხრივ კი დგება ირანის პასუხისმგებლობის საკითხი. ავიაიერიშები მოყვა ჰუსიტების განცხადებას. ისინი ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადის გამო გეგმავდნენ თავდასხმებს ისრაელის კუთვნილ გემებზე. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დამანგრეველ ძალას გამოიყენებს, სანამ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება არ შეწყვეტს იერიშ საზღვაო დერეფანზე. ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ 18 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე დრონები გაუშვეს შეერთებული შტატების იმ სამხედრო ხომალდების მიმართულებით, რომლებიც წითელ ზღვაში იმყოფებიან. ჰუსიტების სამხედრო სპიკერი ამბობს, რომ ეს იყო პასუხი შეერთებული შტატების 47-ზე მეტ ავიაიერიშზე. ამ აგრესიის საპასუხოდ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა საზღვაო და სარაკეტო ძალებთან თანამშრომლობით წითელ ზღვაში 18 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით, ასევე დრონებით სპეციფიკური სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს ამერიკული ავიამზიდის, ჰარი ტრუმანისა და მისი თანმხლები ხომალდების წინააღმდეგ. იემენის შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ მიზანში ამოიღებენ ყველა ამერიკულ ხომალდს წითელ და არაბეთის ზღვებში. ჰუსიტები რამდენჯერმე დაესხნენ თავს საერთაშორისო გემებს წითელ ზღვაში და ჩაძირეს 2 ხომალდი. როგორც თავად ამბობენ, ამ ნაბიჯით ისინი ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს უცხადებენ სოლიდარობას.